ტრამპმა ნდობით აღჭურვილი პირი ლულას მთავრობის ყველაზე მგზნობიარე მიმართულებაში ჩასვა, როდესაც დანიელ პერესი ბრაზილიაში შეერთებული შტატების საელჩოში დანიშნა. ზუსტად იმ დროს, როდესაც ვაშინგტონი ამკაცრებს წნეხს PCC-სა და კომანდო ვერმელიოს წინააღმდეგ და ბრაზილიურ ორგანიზებულ დანაშაულს საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხად აქცევს. ამ სამშაბათს 2026 წლის 2 ივნისს ეს ნაბიჯი მკაცრი გაფრთხილების სახით დაეცა იტამარატის თავზე. თეთრი სახლი მხოლოდ დიპლომატიურ საუბარს არ სურს. მას სურს, რომ ვიღაცა ყურადღებით აკვირდებოდეს ბრაზილიას, ლულას ურთიერთობას ვაშინგტონთან, მთავრობის რეაქციას დაჯგუფებზე, ფებებზე, ზეწოლას დიდ ტექნოლოგიურ კომპანიებზე და ჩინეთის გავლენის ზრდას რეგიონში. პერესი ფლორიდის რესპუბლიკელია, კუბელი მშობლების შვილი, დაკავშირებულია იგივე პოლიტიკურ გარემოსთან, რომელშიც მარკო რუბიოა. და მოდის ისეთი პროფილით, რომელიც აშინებს მემარცხენეებს, რადგან კარგად ესმის იმ რიტორიკის, რომელსაც იყენებენ მთავრობები, რომლებიც საერთაშორისო ზეწოლას სუვერენიტეტზე თავდასხმად აცხადებენ. როდესაც რეალური პრობლემა შინ არის, რატომ გაგზავნა ტრამპმა პატარა რუბიო ბრაზილია? ლულამ სცადა დაცვა, რა არის პრობლემა? და როგორ შეიძლება ამ დანიშვნამ შეცვალოს თამაში მუშათა პარტიის წინააღმდეგ? ახლა ყველაფერს გეტყვი. თუ მოგწონს ასეთი პირდაპირი და გულწრფელი კონტენტი, გამოიწერე არხი, რადგან აქ ასეთი ვიდეოები ყოველ დღე გამოდის. თეთრმა სახმა ამერიკის სენატს გაუგზავნა დანიშნულება დანიელ პერესის, რომ ის იყო შეერთებული შტატების ელჩი ბრაზილიაში. პოსტი ვაკანტური იყო ელიზაბეთ ბეირდის წასვლის შემდეგ, ჯერ კიდევ ჯო ბაიდენის მმართველობის პერიოდში და დიპლომატიურ მისიას ბრაზილიაში დროებით ხელმძღვანელობდნენ. ტრამპის არჩევანი შემთხვევით არ ხდება. დანიელ პერეს ჯერ კიდევ სჭირდება შეერთებული შტატების სენატის დამტკიცება, სანამ ოფიციალურად დაიკავებს პოსტს. მიუხედავად ამისა, ეს ნომინაცია უკვე ატარებს პოლიტიკურ მნიშვნელობას. ის ხელმძღვანელობს ფლორიდის წარმომადგენელთა პელთა პალატას, არის რესპუბლიკელი, დაიბადა ნიუ-იორკში, გაიზარდა ფლორიდაში და არის ერთგული. კუბელი ემიგრანტების შვილია. ეს დეტალი მნიშვნელოვანია, რადგან ფლორიდა დღეს ამერიკის კონსერვატიული პოლიტიკის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ცენტრია ლათინური ამერიკის მემარცხენე რეჟიმების წინააღმდეგ. ეს ასევე არის მარკო რუბიოს პოლიტიკური ტერიტორია, რომელიც იყო ტრამპის სახელმწიფო მდივანი და ერთ-ერთი მთავარი ფიგურაა დიქტატურების, ნარკოტრაფიკისა და შეერთებული შტატების მოწინააღმდეგეების გავლენის წინააღმდეგ კონტინენტზე. ლულას მთავრობას სურდა ამერიკის გადაწყვეტილება PCC-სა და კომანდო ვერმელიოს წინააღმდეგ. როგორც გარე გადაჭარბება, ასე წარმოეჩინა, მაგრამ ვაშინგტონმა საუბრის მიმართულება შეცვალა. პრობლემა ბრაზილიის საჯარო უსაფრთხოების უჯრიდან გამოვიდა და ჰემისფერული უსაფრთხოების სფეროში შევიდა. ტრამპისთვის დაჯგუფება, რომელიც ფულს ატრიალებს, ტერიტორიას აკონტროლებს, საზღვრებს კვეთს, რესურსებს რეცხავს და ბრაზილიის გარეთ ქსელებს ქმნის, ვერ ჩაითვლება მხოლოდ შიდა საკითხად. ბრაზილიისთვის კომფორტულია საკუთარი ტემპით მართვა. გზავნილი მარტივია, როცა დანაშაული ძალიან იზრდება, ის კვალს ტოვებს. ფინანსური, პოლიტიკური და საერთაშორისო კვალი. მარკო რუბიომ გამოაცხადა ამ დაჯგუფებების გლობალურ ტერორისტებად, სპეციალურად დანიშნულებად და უცხოურ ტერორისტულ ორგანიზაციებად გამოცხადება. აქ იწყებს ლულასთვის ტემპერატურის აწევა. ბრაზილიის მთავრობას შეუძლია სუვერენიტეტზე იყვიროს, მაგრამ მთავარი კითხვა სხვა. რატომ გაიზარდნენ ბრაზილიის უმსხვილესი დაჯგუფებები ამ დონემდე, რომ ვაშინგტონის პირდაპირი სამიზნე გახდნენ? ჩვეულებრივი მოქალაქე არ ღელავს ლამას დიპლომატიურ სიტყვებზე, როცა ხედავს, რომ დაჯგუფება ქალაქს იკავებს, საზოგადოებას აკონტროლებს, ციხეებზე გავლენას ახდენს, ფულს რეცხავს და ყოველდღიურ ცხოვრებაში რეალურ შიშს ქმნის. თეთრმა სახმა ეს სუსტი წერტილი შეამჩნია. ტრამპს არ დასჭიროებია ლულას წინააღმდეგ კრიზისის მოგონება. მან ყურადღება გაამახვილა კრიზისზე, რომელიც თავად ბრაზილიამ მისცა გაზრდის საშუალება. დანიელ პერესის დანიშვნა ამკაცრებს ამ ალყას, რადგან ბრაზილიაში ტრამპის ადმინისტრაციასთან და მარკო რუბიოს გარემოსთან შეთანხმებულ პოლიტიკურ წარმომადგენელს ნიშნავს. ეს პოლიტიკური თვალსაზრისით ნეიტრალური კანდიდატი არ არის. ის ფლორიდის რესპუბლიკელია, კონსერვატიული ბაზით, საჯარო კარიერით და ლათინური ამერიკის სოციალიზმის მიმართ მკაცრი დამოკიდებულებით. ლულას იტამარატისათვის ეს ატმოსფეროს ცვლის. ასეთი პროფილის ელჩი, როგორც წესი, ყურადღებით დააკვირდება ბრაზილიის რეაქციას დაჯგუფებების წინააღმდეგ მიღებულ ზომებზე, მთავრობის ქცევას სანქციების პირობებში და ბრაზილიის ხელისუფლების მცდელობას, რომ დისკუსია სუვერენიტეტის თემაზე გადაიტანოს. პლანალტო ასევე სხვა პრობლემასაც აწყდება. მემარცხენეების ნარატივი უფრო რთული ხდება, როდესაც ზეწოლას თანხა, ტრენინგი და სტრუქტურა ახლავს. ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობამ შექმნა ფონდი $8 მილიონი ოდენობით, რაც დაახლოებით 44.2 მილიონი რეალია ლათინურ ამერიკასა და კარიბის ზღვის რეგიონში ტერორისტული ორგანიზაციების წინააღმდეგ გამოძიებების დასაფინანსებლად.
პროგრამა ითვალისწინებს გამონძიებლების, პროკურორებისა და მოსამართლეების ტრენინგს. ასევე აქცენტს აკეთებს ტერორიზმსა და ტრანსნაციონალურ დანაშაულთან დაკავშირებული ფინანსური ქსელების დაშლაზე. თუ ვაშინგტონის თავაზობ სტრუქტურას დაჯგუფების ფინანსური ქსელის წინააღმდეგ საბრძოლველად, ბრაზილიამ უნდა ახსნას, რატომ იქნებოდა ეს ცუდი. თუ არგუმენტი სუვერენიტეტია, მემარჯვენეების პასუხი პირდაპირია. სუვერენიტეტი ვერ უნდა იქცეს საბაბად, რომ დაჯგუფებას მისცე გაზრდის საშუალება. ნამდვილი სუვერენიტეტი პროტესტია. მოქალაქის დაცვა, დანაშაულის ფულის მოჭრა, ბოსების დაჭერა, ფულის გათეთრების დაშლა და კრიმინალური ორგანიზაციების პარალელურ ძალადქცევის აღკვეთა. დისკომფორტი იზრდება, რადგან ეს განხილვა იმავე დროს მიმდინარეობს, როცა მინისტრები და მმართველი ბანაკის მოკავშირეები სოციალურ ქსელებზე მეტი კონტროლისა და დიდი ტექნოლოგიური კომპანიების მიმართ მეტი ზეწოლის აუცილებლობას იცავენ. სუპრემმა სასამართლომ ცოტა ხნის წინ ციფრული პლატფორმების პასუხისგებლობის ახალი პარამეტრები დაადგინა და მთავრობამ გამოსცა დეკრეტები, რომლებიც ოფიციალურ სტრუქტურებს მეტ ძალას აძლევს ციფრულ გარემოში უკანონოდ მიჩნეულ კონტენტთან ბრძოლაში. მემარჯვენე ფუნდამენტისთვის სურათი თითქოს ნათელია. ისევე როგორც მთავრობა, რომელიც ამერიკულ ზეწოლაზე ჩივის დაჯგუფებების წინააღმდეგ, ახლა მეტ ძალას ითხოვს სოციალური ქსელების დისკურსის გასაკონტროლებლად. სწორედ ამ ბზაჯვარედინზე ხდება დანიელ პერესი სტრატეგიულ ფიგურად. ის ბრაზილიურ დებატებში მაშინ ჩნდება, როცა ლულას მთავრობა საზოგადოებრივი უსაფრთხოების, ტექნოლოგიების, დიპლომატიისა და შეერთებულ შტატებთან ურთიერთობის მიმართულებით ზეწოლას განიცდის. ტრამპის მიერ წარდგენილ ელჩს არ დასჭირდება ხმაურიანი განცხადებების გაკეთება ბრაზილიის გასაღიზიანებლად. საკმარისი იქნება ფაქტების თვალყურის დევნება, ანგარიშების მილება, პოლიტიკურ სექტორებთან დიალოგი, ამერიკულ კომპანიებთან საუბარი, იურიდიული გარემოს დაკვირვება და ვაშინგტონისთვის ანგარიშის მიწოდება იმის შესახებ, თუ როგორ რეაგირებს ბრაზილიის მთავრობა თითოეულ ნაბიჯზე. მინი რუბიოს მეტსახელი სწორედ იმიტომ მიენიჭა, რომ პერესი წარმოადგენს პოლიტიკურ თაობას, რომელიც ჩამოყალიბდა კონსერვატიული ფლორიდის, კუბურ-ამერიკული ანტიკომუნიზმისა და უსაფრთხოების მკაცრი დღის წესრიგის გავლენით, რომელიც მიმართულია კარტელების, დიქტატურებისა და ტრანსნაციონალური ქსელების წინააღმდეგ. ლულა კარგად იცნობს ასეთი ტიპის ზეწოლას. ეს არ არის კაბინეტის ნელი დიპლომატია. ეხლა იტამარატიმ უნდა გაუმკლავდეს ფიგურას, რომელიც ტრამპის ნდობით არის აღბეჭდილი. თუ ბრაზილიის მთავრობა ცდილობს საქმე დააწყნაროს, ვაშინგტონი საკითხს დრის წესრიგში აყენებს. თუ ცდილობს ფრაქციების კლასიფიკაცია პოლიტიკურ შეტევად გადააქციოს, თეთრი სახლი მას ფულის გათეთრებაზე, ნარკოტრეფიკინგსა და რეგიონალურ გაფართოებაზე მიუთითებს. თუ ცდილობს ბრაზილიის მემარჯვენეები დაადანაშაულოს, ფაქტი უცვლელია. PCC და კომანდუერმელიუ ამერიკის შეერთებული შტატების სამიზნეში არიან, რადგან ისინი ძალიან გაიზარდნენ და ბრაზილიის საზღვრებს გარეთაც საფრთხედ იქცნენ. მემარცხენეები ცდილობენ გაკიდონ იდეა, თითქოს დონალდ ტრამპი ბრაზილიას პოლიტიკის გასაკეთებლად იყენებს, მაგრამ ბრაზილიელი, რომელიც არასტაბილურობის გარემოში ცხოვრობს, ისტორიის მეორე მხარესაც კარგად ხედავს. როცა სახელმწიფო ვერ ასრულებს თავის ფუნქციას, ვიღაც იკავებს ამ ადგილს. როცა დაჯგუფება იკავებს ამ ადგილს, ბინძური ფული ეკონომიკაში შემოდის. როცა ეს ფული საზღვარს კვეთს, პრობლემამ და როცა ისეთი ძალა, როგორიცაა შეერთებული შტატები, გადაწყვეტს ფულის კვალს გახვეს, ბევრ ადამიანს ძილი ეკარგება. ეს დანიშნა ასევე ეხება კიდევ ერთ მნიშვნელოვან საკითხს, გავლენისთვის ბრძოლას კონტინენტზე. დონალდ ტრამპმა ნათლად მიანიშნა, რომ სურს შეერთებული შტატების პოზიციის გადახედვა დასავლეთ ნახევარსფეროში. ეს გულისხმობს კრიმინალურ ორგანიზაციებთან ბრძოლას, სტრატეგიული მოწინააღმდეგეებისთვის სივრცის შემცირებას და იმ მთავრობების ყურადღებით დაკვირვებას, რომლებიც პეკინთან ზედმეტად ახლოვდებიან. ლუის ინასიუ ლულა და სილვას ბრაზილია ამ თამაშის ცენტრშია, რადგან დიდი ქვეყანაა, ეკონომიკური წონა აქვს, ბუნებრივი რესურსები გააჩნია და მსხვილი სამომხმარებლო ბაზარი აქვს. და არის მთავრობა, რომელიც ამჯობინებს გლობალური სამხრეთის ლიდერად პოზირებას, მაშინ როცა ვაშინგტონი უსაფრთხოებას, ტექნოლოგიასა და ფულს უყურებს. თუმცა პერესი დიპლომატიური ტურისტივით არ ჩამოდის, ის ჩამოდის როგორც პოლიტიკური სიგნალი. ბრაზილიაში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს კვლავ ხელმძღვანელობს პირი, რომელიც პირდაპირ ტრამპის მიერ არის დანიშნული, იმ დროს, როცა ორ მთავრობას შორის ურთიერთობა დაძაბულია. ტრამპი ბრაზილიას უყურებს, რუბიო კი დაჯგუფებებს აკვირდება და ვაშინგტონს ახლა უკვე ყავს წარმომადგენელი, აქვს დღის წესრიგი და ფული, რომ დააკვირდეს, რას აკეთებს მუშათა პარტია, როცა საქმე სიტყვებიდან საერთაშორისო მოთხოვნებზე გადადის. მე ვარ მილსონ ალვესი, საერთაშორისო საკითხების სპეციალისტი და ჩემი მიზანია ყოველდღე მოგაწოდო სანდო ინფორმაცია. სიახლეების ბმულები ვიდეოს აღწერაშია. დალაიქე ეს ვიდეო, გამოიწერე არხი და ბოლოს გადახედე კომენტარებს, რომ კიდევ უფრო მეტად ჩაერთო მილსონ ალვესის საზოგადოებაში.